ჩვენი გადაცემის შემაჯამებელი ნაწილისგან გადავდივართ ნელ-ნელა და მე უკვე მინდა საკრებულოს წევრებს მიმართო. ქალბატონ თამარ, მოდი თქვენგან დავიწყებ. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ მოვლენებს, რაც განვითარდა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისში, როგორი იყო თქვენი აზრით რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, რამდენად ადეკვატური, რამდენად ეფექტური და შემდეგ რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს ახლა, რომ იგივე არ გამეორდეს? მე მინდა უპირველეს ყოვლისა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ახლობლებს და საერთოდ მთელ საქართველოს და თბილისის ყველა მაცხოვრებელს აი ეს დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ეს ხალხი ჩვენს სულ ყველას მოგვიკვდა და ამასთან ერთად მინდა მადლობაც გადავუხადო მერიასაც, მერიის იმ სტრუქტურებს, რომლებმაც გამოიჩინეს აი ეს ხნეობა და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს ექიმებს, მაშველებს, ჟურნალისტებს, საერთოდ სულ ყველას და მოსახლეობას, რომელიც აი არ ვიცი, იცით, მართლა აი ეს ერთადერთი სასიამოვნო ალბათ აი ამ უდიდეს ტრაგედიაში რაც იყო, ის რომ დაძრული იყო მთელი მოსახლეობა და ვისაც რა შეეძლო, როგორ გამოეხატათ თავიანთი თანადგომა, აი ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი მე ჩვენს მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, რომლებმაც ასე ახლოს მიიტანეს გულთან ეს ჩვენი გასაჭირი. ეხლა იცით რაში არის საქმე, ალბათ დღეს რა თქმა უნდა არ არის იმისი დრო, რომ ჩვენ ვაკრიტიკოთ, ვეძებოთ დამნაშავეები, დღეს უმთავრესი და უპირველესი რაც უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა, ეს არის ის, რომ უნდა ვუშველოთ ჩვენ ადამიანებს და დავეხმაროთ ყველანაირად, ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაღაცა ზიანი მიადგა. მეორე რაც უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ ის, რომ აი ეს ინფრასტრუქტურა აღდგეს და რაღაცა ნორმალურ რეჟიმში შევიდეს ჩვენი დედაქალაქი. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ძალიან შორეულ მომავალში, ძალიან სწრაფად არის ესეც გასაკეთებელი, უნდა შეფასდეს ის თუ რა მიზეზი არის, რა მიზეზები არის იმისა, რომ აი ეს სტიქია ასეთი ტრაგიზმით დამთავრდა ჩვენს ქალაქში. იცით რაში არის გიორგი საქმე, ხა ნამდვილად ყოველ შემთხვევაში დღეს ჩვენ არა გვაქვს ხალხს ამისი საშუალება, რომ ან წვიმის, ან თოვლის, ან ქარიშხლის აკრძალვა და შეჩერება მოვახერხოთ, მაგრამ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი უგუნურობით და ჩვენი ადამიანების მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო აი ეს სტიქია არ დამთავრდეს ისეთი უბედურებით, როგორი უბედურებიცაც დამთავრდა აი ახლა ჩვენს ქალაქში უკაცრავად მაპატიეთ. რომელ შეცდომებს გულისხმობთ ალბათ? იცით რას გულისხმობ? აი ამბობენ და ალბათ არ ვიცი ახლა უნდა დაჯდნენ უპირველეს ყოვლისა ექსპერტები, ახლა მე არა ვარ ამ დარგის არც ურბანისტი ვარ, არც არქეოლოგი, არც გეოლოგი და ვერ შევაფასებ. სპეციალისტები უნდა დასხდნენ და აუცილებლად უნდა შეაფასონ, იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებთ იქ, სადაც არ უნდა ვაშენებდეთ. ჩვენ ვჭრით ხეებს იქ, სადაც არ უნდა ვჭრიდეთ. ვანადგურებთ ტყის მასივებს. მიგვაქვს და ვყრით იქ, სადაც არ უნდა ვყრიდეთ. ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და მე დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას ვთხოვ, უпростоრად კი არ ვთხოვ, მოვითხოვ მისგან. არა როგორც პოლიტიკოსი, არა როგორც ოპოზიციონერი, დღეს მე არა ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ თბილისელი. ადამიანი, რომელსაც მტკივა ჩემი დედაქალაქი და მინდა მაინტერესებს, რომ იყოს ის კარგად დღევანდელ დღესაც და მომავალშიც. აუცილებლად უნდა იყოს ძალიან კარგად თბილისიც და მთელი საქართველოც. მე მათგან მოვითხოვ, იცით რას, რომ ისწავლონ სხვების და საკუთარ შეცდომებზეც. გაანალიზეთ ხალხო ყველაფერი და რაც მთავარი არის, კი ცდილობთ, რომ ნაკლები იყოს მაკონტროლებელი თქვენი, ნაკლები იყოს ჩართულობა, პირიქით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი იყოს ჩართულობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ესე შედეგი რო დადგება მძიმე, მერე კი არ დავიწყოთ ჩვენ იმაზე ფიქრი, რომ სად შეგვეშალა, არა.
მანამდე უნდა მოისმინოთ ყველა საწინააღმდეგო აზრი განსაკუთრებით. სანამ გადადგამთ რაღაცა ნაბიჯს, გაითვალისწინოთ ის რაციონალური, რაც კი არის ყველა მოწინააღმდეგის გამონათქვამში და მაშინ ჩვენ აი ესეთი ტრაგიკული შემთხვევები ნამდვილად აღარ გვექნება. დიდი მადლობა. ხელისუფლება, რომლისგანაც თქვენ რაღაცეებს ითხოვთ, ჩვენ რა თქმა უნდა გვინდოდა, რომ ყოფილიყო აგრეთვე სტუდიაში, მაგრამ მაყურებელი ხედავს, რომ უმრავლესობის წარმომადგენელი აქ დღეს არ არის. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთხოვდით მათ. ამას ისინი თანახმა იყვნენ, თუმცა მოითხოვეს, რომ ყოფილიყო ჩართვა, მათ უარი განაცხადეს სტუდიაში მოსვლაზე, თუმცა ჩვენ ფიზიკურადაც კი უკვე ჩართვის აპარატების რაოდენობაც კი აღარ ყოფნიდა და საბოლოოდ დავდექით არჩევანის წინაშე, ვინაიდან ჩვენი ჟურნალისტები ძალიან ბევრ ადგილზე იმყოფებოდნენ, დავდექით არჩევანის წინაშე, ჩაგვერთო აი ეს დაზარალებულთა ოჯახი, რომელიც თეადეშულმა ჩართო, რომელმაც იმის გამო, რომ ტანის სამოსიც კი არ აქვს წესიერი, ვერ მოახერხა სტუდიაში მოსვლა, ჩაგვერთო ისინი, თუ გაგვეშვა ჩართვის ჯგუფი მართლ გუნდთან უმრავლესობასთან და ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ დაზარალებულებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუთხარით ეს უმრავლესობის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ მაინც განაცხადეს უარი სტუდიაში მოსვლაზე, ამიტომაც ისინი დღეს აქ არ არიან. ძალიან სამწუხაროა ეს. მინდა იცით, რომ აი ეს ანალიზი და შეფასება ძალიან დროში არ უნდა გაიწელოს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ხო სულ რამდენიმე კვირაა გასული, როდესაც ასევე ადიდდა აი ეს ვერე და მაშინაც მართალია ესეთი ტრაგიკული გამოსავალი არ იყო, მაგრამ უკვე ნიშნები იყო, რომ ნიშნები იყო და იცით რა, ეხლა მაინც მივიღოთ ყველა ის პრევენციული ნაბიჯი გადადგა. მით უმეტეს რომ იქ სხვა პრობლემებიც იჩენს, თავს მაგალითად თორნიკე საუბრობდა იმაზე, ვიდრე ეთერში სხვა სიუჟეტები გადიოდა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით უკვე მარადიორობასაც აქვს ადგილი იმ ადგილებზე, სადაც მიტოვებულია ეს სახლები.